თელავის საჯარო სკოლის 30 მოსწავლე დღეს ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა. ღონისძიება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ორგანიზებით და გამგეობის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობას სამუსიკო სასწავლებლისა და საჯარო სკოლების მუსიკალური ჯგუფები იღებდნენ. კონცერტს თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გუბერნატორის პირველი მოადგილე და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავამთავრე ქალაქ თელავის ნომერ მეორე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე და ძალიან მიხარია რომ შრომა დამიფასდა და ასეთი სასიამოვნო საღამო მომიწვეს. გადმოგცეს ოქროს მედლები და ძალიან მხარული ვარ ამ საღამოთი. ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ მომავალ თაობას, რამდენად მნიშვნელოვანია იყო წარმატებული, იყო განათლებული და როგორ გაფასებს შენი ქვეყანა, რომ მომავალი არის იმ ადამიანებზე, ვინც კარგად სწავლობენ და ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს ცოდნა და განათლება. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწყო დიდი ღონისძიება. დღეს ძალიან ლამაზი ღონისძიება ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში. ის ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ორგანიზებით და ჩვენ ძალიან აქტიურად კულტურის სამსახური ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ამ ღონისძიებაში.